დღეს ქუთაისში ყოფილ პარლამენტის შენობაში ტექნოლოგიური ჰაბი გაიხსნა. ღონისძიებაზე არ იყო მიწვეული ადგილობრივი მედიის უმეტესობა. ამასთან საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა და შპს ვანილა ივენთ შორის გაფორმებული კონტრაქტის მიხედვით საზეიმო ღონისძიება და ყველა დაგეგმილი აქტივობა თარიღის ცვლილების შემდეგ დღეს 15 საათზე უნდა გამართულიყო. თუმცა ადგილზე მისულ მედიას გვითხრეს, რომ ღონისძიება 20 საათზე იყო ჩანიშნული და მასზე დასწრება მოსაწვევებით იყო შესაძლებელი. საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის გახსნის ღონისძიებაზე 9 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა. აქედან 45,000 ლარი 400 ადამიანზე გათვლილ ფურშეთს მოხმარდა. ქუთაისის პარლამენტის ყოფილი შენობისა და მის გარშემო ტერიტორიის რეაბილიტაციაზე ტექნოლოგიური ჰაბის მოწყობაზე ბიუჯეტიდან 22 მილიონ ლარზე მეტი იხარჯება. პროექტი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ დაანონსდა. ქუთაისში პარლამენტის ყოფილი შენობა წლების განმავლობაში უფუნქციოდ იყო დარჩენილი. ამ შენობაში სრულყოფილად მხოლოდ 2012 წლის მოწვევის პარლამენტმა იმუშავა.